კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში მუსიკალური საღამო გაიმართა საანგარიშო კონცერტში მონაწილეობას ფრანკფურტიდან დაბრუნებული ბავშვები იღებდნენ. მოსწავლეები ფრანკფურტის მუსიკალურ სკოლაში ოქროს კლავიში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს რეგიონების სამუსიკო სკოლების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში იმყოფებოდნენ. მოსწავლეები გერმანიაში ქართულ-გერმანულმა მუსიკალურმა ასოციაციამ მიიწვია ფრანკფურტში ათწლიანი პროგრამის წარმატებით გავლის შემდეგ ქართულმა ბავშვებმა ფრანკფურტშიც გამართეს საჩვენებელი კონცერტი და დიპლომებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ. უკან ბოლო 10 წლის მანძილზე ყავდა წაყვანილი ფრანკფურტში, მათთვის პირველ ნახევარში უტარდებოდათ გერმანულის გაკვეთილებს, დღის მეორე ნახევარში უტარდებოდათ მუსიკის გაკვეთილებს და აგრეთვე ექსკურსიები ქალაქ ფრანკფურტში. ისინი და მეც აგრეთვე ძალიან კმაყოფილი ვარ, არაჩვეულებრივი 10 წელი გავიარეთ ერთად. გერმანელებმა მოინდომეს თვითონ გამოთქვეს, სულ სწორედ რეგიონებიდან ამოარჩიეს ეს ბავშვები. და წაიყვანეს. ამათვისაც ძალიან კარგი სკოლაა, ბავშვების სტიმულია, რაც მთავარია და მე იმედი მაქვს, რომ გაგრძელდება ეს პროექტი.